ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგვირდით ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით იმ ტელემაყურებელს, რომლებიც ახლოს შემოგვიერთდნენ და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ წმინდა გრიგოლ ნოსელის ხსენების დღეს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ირაკლი დუმბაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ეკლესიურ ცხოვრებაზე და მის სულიერ მნიშვნელობაზე. მამო ირაკლი, ვიდრე გავშილდეთ ქვემოთ ამ თემას, შეიძლება ბანალურად ჟღერდეს პირველი კითხვა, მაგრამ მაინც მინდა დავსვა, რატომ არის აუცილებელი კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ეკლესიური ცხოვრება ადამიანებისათვის. სანამ მოკითხოს პასუხს გავცნოდით, აუცილებელია განმარტოთ, რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება, ხო? დიახ. ეკლესია ზოგადად ეს არის შესაკრებელი, სადაც მოწმენი ადამიანი ღმერთს ადიდებს და პირველ რიგში მინდა გავიხსენო ეს, როდესაც სოლომონმა ტაძრის შენობილება დაასრულა და ის ღმერთს შეღაღადებს, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის, არც ერთი ადგილი არ არის ისეთი, რომელიც მის დიდებას დაიტევდა, მაგრამ ითხოვა, რომ იქნება რაიმენაირად ღმერთი დამდაბლებულიყო და ეს ტაძარში დამკვიდრებულიყო და მართლაც ცნობილი ფაქტი არის, რომ იმ ტაძარს ღრუბელი აღავსებს, რაც ღვთისმადლის სიმბოლო არის, ღვთისმადლის გამოხატულება იყო. ანუ ტაძარი ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი განსაკუთრებულად მყოფობს და ეს არის ღმერთი განსაკუთრებულად არის იქ, სადაც ღმერთი იდიდება, რა თქმა უნდა და ტაძარში ღმერთს ადიდებენ და ღმერთიც იქ განსაკუთრებულად არის. ამიტომ ადამიანი, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრობს, როდესაც ფიქრობს, რომ მან თავის ცხოვრებით ღმერთი უნდა ადიდოს, პირველ რიგში ეს ეკლესიური მისია ღმერთის დიდების გზა აუცილებლად ტაძარზე გადის. იმიტომ რომ ტაძარში ღმერთი იდიდება, ტაძარში ის ღვთის დიდებას სწავლობს, ადამიანი ღვთის დიდებას სწავლობს და ადამიანი სწავლობს ღმერთთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობა საიდუმლო არის, ეს ღმერთთან ურთიერთობა არ გამოიხატება მარტო ტაძარში, თქვა, როდესაც ჩვენ ტაძარში დგებთ, მაგრამ ეს პირადი ლოცვითი კანონი, რასაც ჩვენ ხომ ვასრულებთ ხოლმე, ესეც საიდუმლოება, ესეც ღმერთთან ურთიერთობა არის, მაგრამ აი ტაძარში განსაკუთრებულად სწავლობს ადამიანი, ტაძარში განსაკუთრებულად გამოვლინდება ღმერთი. ამიტომ ეკლესიურ ცხოვრებაში იგულისხმება იმ ცხოვრების წესით ცხოვრება, რომელიც ცხოვრების წესით თავად ღმერთმა შემოგთავაზა, იმიტომ რომ ეკლესია, როგორც ვთქვით, ეს არის შესაკრებელი, ანუ ხალხის ერთობის ადგილი, რომელთაც ღმერთმა მოუწოდა და გავახსენეთ სახარების ასეთ ამბავს, როდესაც მასხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ არა თქვენ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ სოფლისაგან. არამედ თითოეული ქრისტიანი თითოეულ ქრისტიანს თავად კი არ აურჩევია ღმერთი, არამედ ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდა რისკენ ცხონებისაკენ. აი ამ ქრისტიანები, რომლებიც ამ ცხონებისათვის მოწოდებულ ხალხთა ერთობა არის, აი ამათვის აუცილებელი მომენტი არის, რომ ამ ხალხისათვის რომ ეკლესიური ცხოვრებით წესით ცხოვრობდნენ. ანუ ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, რაც ღმერთმა ჩვენ წმინდა სახარებაში შემოგთავაზა. აი ამ ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა შეუძლებელია, მაგრამ ცხონება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელი არის განიმარტოს ერთი მომენტი. ერთი არის, რომ ადამიანი თქვათ დადის ტაძარში და თქვათ ისამოს, რომ მე ქრისტიანი ვარ, ყოველდღიურად თქვათ მე ვეზიარები, მაგრამ მეორეა, რომ მოხდეს ადამიანის გაეკლესიურება. ორი განსხვავებული საკითხი, განსხვავებული მომენტია, რომ ეკლესიაში სიარული არ ნიშნავს ადამიანის გაეკლესიურებას. გაეკლესიურება რა მომენტია, ანუ როდესაც ადამიანში უკვე ღვთისმცნება იმდენად მტკიცედ არის და დამჩამჯდარი, რომ აი ადამიანის მოქმედების არეალი მხოლოდ ეს მცნებები არის. ამიტომ ტაძრიდან გამოსული ადამიანი უკვე აღარ ივიწყებს ღმერთს, არამედ ცდილობს, რომ აი ის რაც ტაძარში მოისმინა, რაც მან თავის ცხოვრებას შემატა, თავის ფიქრებს შემატა, თავის აზროვნებას შემატა, ხო? ის ყველაფერი ცხოვრებაში განახორციელოს. ანუ საბოლოო ჯამში ეს ჩემი აზრით ესე განიმარტება, რომ რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა თქვა მთელი სოფლიო წინააღმდეგს ქრისტიანი უკვე ღმერთს აღარ მოშორდება, იმიტომ რომ მან იცის იმ სიკეთის გემო, რასაც ღმერთთან ურთიერთობას მოაქვს. აი ეს არის გაეკლესიურებული ადამიანის მდგომარეობა. სხვადასხვა ერთ რამესაც შენიშნა რაღაც ამდენი ხნის დაკვირვების შედეგად, რომ ადამიანმა რომელიც თავისი გული ეკლესიაში დადოუგე, ანუ ეკლესიაში არის მისი გული. რადგან თითქოს თავის ადგილის მონიშნავ თითქოს ტაძარში. ანუ ყველა ადამიანს თითქოს თავისი ადგილიც აქვს ტაძარში.
ვირაცარელი ტაძარის რო იყოს, ხო, მაიდამაც იმ ადგილზე დადგება, სადაც თქვათ მას იქიდან უყვარს ღმერთთან ურთიერთობა, ხო, იმ ადგილიდან. ანუ ესეც რაღაც ერთგვარი გარეგნული გამოხატულება არის იმისა, რომ ადამიანი შინაგანად უკვე ღმერთს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, საცდური ძალიან ბევრი არსებობს, საცდური ძალიან დიდი არის. ამ საცდურებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ხო, მაგრამ დაცემა შეიძლება ბევრი მოხდეს, მაგრამ აი ადამიანი რომელიც ღმერთს შეიყვარებს, შეუძლებელია რომ რაიმე მან ეს მისი გული ღმერთს მოწყვიტოს. მამა ირაკლი, ქრისტიანული ცხოვრების წესი, უფრო ვრცელი განხილვის თემა, ჩვენ ვთქვით, რომ ელემენტარული, რაც ჩვენი ვალდებულებაა, რომ შევასრულოთ, ეს არის ეკლესიაში სიარულის ზიარების მიღება და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მინიმუმ, რაც უნდა გააკეთოს ყველა მართლმადიდებელმა. თუმცა აქაც პრობლემაა ის თანამედროვე ცხოვრების რიტმი ისეთია, რომ აი ხშირად თუნდაც სამსახურეობრივი მიზეზების გამო და ზოგადად აი ამ პროცესების თანამედროვე რიტმის გამო ადამიანი ვერ ახერხებს წირვა-ლოცვაზე იმ რეჟიმით სიარულს, რაც მოეთხოვება და ხშირად თავსაც იმართლებს. შეიძლება ეს თავის მართლება ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულიც არის, მაგრამ აი როგორ ამიგეშებდით ასეთ ადამიანებს? ხო, სამწუხაროდ ისე არის, რომ ეს ცხოვრება ინდათ ზაფრად ბოჭავს ხოლმე სამწუხაროდ, რომ ღმერთთან ურთიერთობისათვის, აი ტაძარში გამოხატული ურთიერთობისათვის ხშირად ბევრს საშუალება არ აქვს. მართალია, ეს პრაქტიკიდანაც ბევრი არის ასეთი შემთხვევა, როდესაც სამლელო პრაქტიკიდან, როდესაც ადამიანს ისია გაწყობილი, თქვათ, ცხოვრება, რომ თქვათ, ყოველდღე უწევს მუშაობა. თქვათ, ისონეს არა შაბათ-კვირას, არა თქვათ, შუაკვირაში ისე. მაგრამ მე ესეთი რამ მგონია, რომ თუ ადამიანს რაღაცა სურვილი აქვს, ამ სურვილიდან გამომდინარე შეუძლია რომ ბევრი რამ გააკეთოს. ერთი მომენტია, როდესაც აი ადამიანი საკუთარ თავთან რჩება, თქვა ტაძარში ვერ წავედი, თქვა შაბათი კვირა, კაი მუშაობ, მაგრამ გავიდა ერთი კვირა, ორი კვირა, ვერ მივიდივარ ტაძარში და ვამბობ, რომ მე საშუალება არ მაქვს ტაძარში წასვლისა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან დარჩება, არ უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარი თავი მაინც მოატყუოს. ხშირად ესეთი რამ ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ აი თქვათ ბევრ საშუალებაც აქვს, თქვათ კვირადილა გათენდა და ახლა რაღაც საქმე გამომიშთა და ჯობია რომ მოდი ახლა 12 საათზე მე წასასვლელი ვარ იმ საქმის შესასრულებლად და მანამდე ტაძარში წასვლას რა აზრი აქვს, ხო? და აი ფეხს ითრევს საბოლოო ჯამში ისე რომ არც იმ საქმეს აკეთებს, ტაძარში არ მიდის და საბოლოო ჯამში ორივე საკადდებათ, ხო? აი ესეთი მომენტი არის, რომ თავს არ უნდა იტყუებდეს ადამიანი. მე ესეთი რამ ჯერა, რომ თუ ადამიანს ღვთის სიყვარული აქვს, ამ ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე შეძლებს რომ გამოზენოს ისეთი საშუალება, რომ რაღაცნაირად ღმერთი ადიდოს, თუნდაც რაღაც გარკვეულ თქვა კვირის გარკვეულ დღეს. არსებობს ღვთისმაგი დღეს ეკლესია ყველაფერს აკეთებს, აი მე მადლობა მინდა შევწირო ღმერთს, რომ და მოძღვრები აკეთებენ მართა იმისათვის, რომ ითვალისწინებენ ამ რეალის მდგომარეობას და არის ტაძრები, სადაც თქვა მარტო 9 საათზე კი არ იწყება წირვა-ლოცვა, არამედ უფრო ადრე 7 საათზე, რომ ესეც რეალიდან გამომდინარე, რომ ადამიანს რომელსაც თქვა კვირა დღე არის, კაი მუშაობს, ხო? აი მე დღეს მაინც 7 საათზე თა შეიწუხოს და 2 საათი თქვა ადრე ადგეს და ღმერთი ადიდოს. მე ესე მგონია, რომ ტაძარში ყოფნა, ტაძარში სიარულმა ადამიანს ღვთის სიყვარული უნდა ასწავლოს. ანუ ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ქრისტიანი ღვთის სიყვარულში, რა ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებდეს. მე მახსოვს აი ჩემი ბავშვობის პერიოდში, რომ როცა ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდით ხოლმე, ძალიან მოშორებული იყო ეს ტაძარი და განსაკუთრებით ქრისტიანობის პირველ ხანებში ხო ჩანს ეს ჩვენი მოშორნეობა, შინაგანი მოშორნეობა და ეს მაგალითად ეს პირველი წლები ეს ქრისტიანული ცხოვრების სამოგავითოდ შეიძლება გაყოს მე ადამიანს, რომ თუ მაშინ ახერხებდი, მე რატო ვეღარ ახერხებ, ხო? ანუ თუ სურვილი არის, მე მახსოვს, რომ ამ სურვილიდან გამომდინარე სიზარმაცის კვალი არ რჩებოდა. აი იმიტომ რომ მე მიხარობდა ღმერთთან ურთიერთობა, წილის მოსმენა, საოცარი მადრიდ ახსოვებული თქვა სახში დავბრუნდებოდი რაღაც განმარტოებით ღმერთთან განმარტოება უხაროდა ჩემს სულს და ეს საოცარი მომენტი ყოველთვის სამოგავითოდ, მაგრამ თუ მაშინ შემეძლო მე თქვა თუ ჩმერი შევდივდი რაღაც სიზარმაციდან დამზული, ესე იგი ეგ აქ გასამართებელზე კი არა, თქვა ბევრი კილომეტრი მაშორებს ტაძარს, ან თქვა რაღაც საშუალება არ არის, ხო? არა, ერთ ელემენტარული თავი სურვილი შემთხვევაში ხო ადამიანს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს.
კეთილი, უფრო მეტად რომ ჩაუღრმავდეთ ამ თემას, ეს კითხვა გამიჩნდა, ანუ ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს არა ეკლესიაში მისვლისა. ნუ ყველა როდესღაც მიდის, ყველა როდესღაც მივედით. არიან კიდე ადამიანები, რომლებიც ჯერ არ მისულან და ღვთის მადლით მივლენ ალბათ. მოდიან ადამიანები ეკლესიაში ხოლმე საკუთარი წარმოდგენებით არა, საკუთარი შეხედულებებით. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეხედულებები მათ ემსხვრევათ ხოლმე. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რბილად მინდა ვთქვა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა დამნაშავენი ვართ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც მათ იქ ხვდებიან. ანუ უკვე ეკლესიური ადამიანები, რომლებზეც ჩვენ საუბრობდით. აი რა ხდება ხოლმე ასეთი ადამიანებისთვის, თქვენ როგორც მოძღვარს, რომელსაც გაქვთ სულიერ შვილებთან შეხება და ურთიერთობა, აი რას გამოყოფდით, თქვათ, რა უფრო მეტად აბრკოლებთ ხოლმე მათ, აი რა დევს ზედაპირზე, რომელიც დამაბრკოლებელი ხდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახალი მოსულები არიან ეკლესიაში. დიახ, ესეთი მომენტი არის, რომ რაც ყველა ახალ მოქცეულს უნდა ახსოვდეს. რომ კი მესმის რომ ტაძარში მოვდივართ და პირველი ვინც ჩვენ ტაძარში ხდება ეს არის ადამიანები, იმიტომ ჩვენ ღმერთს ვერ ხედავთ. ღმერთს შევიგრძნობთ ჩვენ. ღმერთს შევიგრძნობთ თავის მადმოსილ ქმედებებში, რომელიც ხო ტაძარში აღესრულება იმ სიხარულში, რომელსაც ხანდახან ღმერთი გვაძლევს ხოლმე და ეს არის არამიწიერი სიხარული, ხო? მაგრამ ახალ მოქცეულ მოქცეული ადამიანი განსაკუთრებული ფართო თვალებით უყურებს ხოლმე ყველაფერს. პირველ რიგში რაც ყველა ახალ მოსულს უნდა ახსოვდეს, და ყოველთვის ამას ვიმართავ, რომ თავდაპირველად არის ადამიანი, რომელიც მოდის, არაფერს ყურადღებას არ აქცევს. კი, მას შეხვდა ადამიანები, მეგობრები შეხვდნენ, დახვდნენ ადამიანი მოძღვარი დახვდა მას და მეორე მომენტი არის, რომ თავდაპირველად ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ ადამიანები, აქცევენ თქვათ იმას, რომ რაღაც უცხო გარემოში მოხვდნენ, ყველაფერი მათთვის სხვადასხვაგვარად აღიქმება, რომ ეს არის ის ადამიანები, რომლებიც თქვათ შეიძლება ცოდვას არ ჩადიოდნენ საერთოდ. ხო, მახსოვს ჩემი ბავშვური გამოცდილება, რომ თქვათ ტაძარში რომ მივედი, მეგონა ეს ადამიანები განსაკუთრებულები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგონა ისინი ცოდვას არასდროს არ ჩაიდინდნენ, რომ ეს ესეთი წმინდა გარემო არის და ეს რა თქმა უნდა ადამიანი მაქსიმალისტად უდგება ყველაფერს. და ერთი მომენტი არის, რომ აი ეს ყველა ახალ მოქცეულ ქრისტიანს აქ შინაგანადაც თვითონაც ცდილობს რომ რაღაცით მიბაძოს აი ამ ადამიანს, თქვათ წირველესვაზე სიარულში, მაგალითად მინახავს ადამიანი, რომელიც თქვათ დღეში 3 წირვას ესწრებოდა რაღაცნაირად და შინაგანად ვიხლა დიდი მოშურნება ქონდა, მაგრამ ყოველთვის ერთი მომენტი უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ახალ მოქცეული ადამიანი გავს იმ პატარა ბავშვს, რომელიც ღმერთს თავითაც ხელი ჩაკიდებული დახავს, თუმცა დგება პერიოდი სულიერ ცხოვრებაში, როდესაც თითქოს ადამიანი სულიერ მიტოვებულობას გრძნობს ხოლმე. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ადამიანს. და ამაში რაღაც განსაკუთრებული კატასტროფა არ არის, არამედ ეს არის ერთი კიდე ეტაპი, რომელსაც ქრისტიანმა თვითონ უნდა გადააახოს და ამ დროს აუცილებელია რომ არა მარტო გრძნობებზე დაკვირვებულმა იყუროს ადამიანმა გრძნობებს უყუროს და ამან ახლა მე განწყობა მაქვს ტაძარში წასვლისა თუ არა მაქვს ტაძარში წასვლის განწყობა იმას უყურო, არამედ მიხრმად გავიეს რომ ის ცნება, რასაც ღმერთი მასწავლის, ხო? ბევრი ცნებებია, რომელსაც ჩვენ იზოლებით ისე დაღასრულებთ, ხო? თქვა დათმცნებაში, ცხრანეტარებაში, რაც ჩამოთვლილი არის, ბევრი ისეთი სიტყვა არის, რომელიც რომლის აღსრულება ძალიან გვიჭის, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ქრისტიანები ვართ, გამომდინარე იქიდან რომ თქვა ჩვენ ქრისტიანები და სხვაგვარად არ შეგვიძლია გაკეთება, თავს ძალას ვატანთ რომ ეს გავაკეთოთ, ხო? დაახლოებით იგივე რამ არის ეკლესიურ ცხოვრებაში. ღმერთმა იცოდა ეს მომენტი, რომ ყოველთვის ქრისტიანს არ გაიხარდებოდა მიაბიძახი ისეთ ადამიანს, რომელსაც უკვე გაიზარდა და რომელსაც უკვე ნახა, რამხელა სიტყვილი არის ღმერთთან ერთად ყოფნა, ხო? სულიერ ცხოვრებაში გაიზარდა. არამედ ახლა თქვა ახალ დამწყებ ადამიანს, რომელსაც ჯერ ახალი ეტაპები უნდა, რომელსაც რომლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიდგება და ახალ ნაბიჯებს დგამს ხო სულიერ ცხოვრებაში. და ღმერთმა იცოდა რომ ყოველთვის სასიხარულო არ იქნებოდა ქრისტიანისათვის ამგვარი თქვა მოშურნეობაში, რომ ჩვენ ძირითადად უფრო მეტად ვიხარჯებით იქ, სადაც ანაზღაურება ჩვენი შრომისა, ხელშესახები არის, თქვა, ძალიან ბევრი შრომა, თქვა, მიკვირდა ხოლმე რომ თქვა დატოში როგორ შეიძლება თქვა რომ აი ისეთ საქმეში ძალიან დავიხარჯო, რომელიც სულის სარგო არ არის და სადაც ტაძარში, სადაც მე
ხმელეთს ვადიდებ და ყველაფერი თქვა ღვთის დიდებასთან არის კავშირში იქ ყოფნა რაღაცის გამოშვება შემეზაროს ხო ან თქვა იქ რაღაცის გაკეთება შემეზაროს ესეც ერთი მომენტი არის რომ ღმერთმა იცოდეს ყველაფერი და ამიტომ გვეუბნება რომ სასუფეველიც და იძულებისო ანუ თუ ქრისტიანი საკუთარ თავს ხანდახან არ აიძულებს რომ ღმერთი ადიდოს თქვა ტაძარში მივიდეს და ესეც ერთ-ერთი ცნობა არის ხო რომ ქრისტიანი ტაძარში უნდა მიდიოდეს ხო სხვაგვარად ჩვენი ცხოვრება შეუძლებელი არის ანუ ქრისტიანობა პირველ რიგში ეს ღვთისმსახურების გულში და დატევა უნდა გამოიწვიოს და როგორ დავით მოსალმე საოცარი სიტყვებია რაითამე წარიმართოს ჭაბუკმა გზათვის არათუ იმარხნეს სიტყვანიშენი ანუ ჭაბუკი რითი უნდა გაიზარდოს თუ ის შენ ცნებებს არ დაიმარხოს ხო ანუ ცნებები არის ეს მოქმედები ჩვენი მოქმედების არიან ანუ პირველი რაც უნდა ახსოვდეს ქრისტიანს ახალმოქცეულ ქრისტიანს აი ეს არის რომ აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც მის გულში რაღაც დროს სიხარული აღარ იქნება, თუნდაც აი ღმერთთან ურთიერთობისა, ყველაფერი თქვა მოსაგვეზრებელი გახდა. მაგრამ იმიტომ რომ ახალმოქცეული ადამიანები სულ სწრაფები ვართო, ამები ამბობენ, სულ უნდა რომ ყველაფერი სწრაფად მიიღოს და არა და ამ მათ სჭირდება ძალიან დიდი დამსახურება. ჩვენ დამსახურებაც არა, შრომა ჭირდება, რომ ღმერთმა აი ეს სიხარული არ გუნდოს ადამიანს. ეს ერთი მომენტი. მეორე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რაც ყველა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს რომ შეიძლება ვინც იქ ტაძარში ხვდება ისიც რაღაც მომენტში არასწორში წაასწროს რაღაცით დაინახოს რომ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე ქრისტიანი ვარ რაღაც არასწორს აკეთებს ან არასწორს ამბობს შეიძლება მოძღვარიც იყოს მაგრამ ერთი ეს მომენტი არის რომ დაბრკოლება თქვა ვიღაცა შეიძლება დაბრკოლდეს და დაბრკოლებისაკენ მიდრეკილება როგორც მინდა ამბობენ არის ამპარტაუნების შედეგი იმიტომ რომ ასე ადამიანს გონდება თვითონ არასდროს არაფერს არ შეეცდება ხო და ადამიანი რომელიც აი ამ სცენისკენ არის მიდრეკილი მის წინაშე განცხადებული ჭეშმარიტებას რო იდგეს ხო თავად მაცხოვარ ღმერთიც რო დადგეს ხო მის მასშიც რაღაც ნაკს აღმოაჩენს რომ ამბობენ ამასაც მინდა ეგნეტი ბრიანჩანინოვი რომელსაც აქვს საოცრად განხილული ეს დაბრკოლების ეს მომენტები და მოყოლოდ ეს ფარისეველთა მომენტი რომ ფარისეველთა წინაშე მაცხოვარი იდგა ყველაფერი არაფერი ბოროტი არ უქნია ხო მაცხოვარს მაგრამ მასში მაინც ნახულობდა რაღაც ისე რაც მათ აბრკოლებდათ რომ გახსოვთ თქვენ შაბათ დღეს რო გამკვირნოს და შაბათ დღეს არ აჯერას რომ ადამიანი იგონებოდეს და ასე შემდეგ ასე რომ ადამიანი ერთი მომენტია რომ ყველა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს რომ ჩვენ როდესაც ტაძარში მივდივართ არა ადამიანებთან მაგრამ რა თქმა უნდა ეს ადამიანების რაღაც როლს ასრულებენ ჩვენ ცხოვრებაში არამედ ღმერთთან ღვთის დიდებისათვის მივდივართ ჩვენ ტაძარში და თუ ადამიანმა შეძლო თავისი გული ამსახურა ღმერთს მაშინ ვერავინ და ვერაფერი ვერ დააბრკოლებს მას ღმერთთან ურთიერთობისა მაგრამ თუ ადამიანი ღმერთთან არის და მაიბის მოძღვართან მიდის თქვა და ადამიანების გამო მიდის ტაძარში ხო დადგება რომ სამწუხარო როდესაც ეს ადამიანის გული კვლავ იმ იმას წმინდა გარემოს მოშორდება რომელიც არის მართლა ღვთის დიდების ადგილი ანუ ტაძარი მამო, ხშირად ადანაშაულებენ მართლმადიდებლობას ჩვენ სარწმუნოებას რომ ის არის დოგმატური და ადამიანები ვისაც არ წამთ ხშირად კამათის დროს არგუმენტადაც კი მოიყვანენ ხოლმე ამას ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ. აი თუნდაც მაგალითი რო ვთქვათ, არიან კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც თვლიან რომ აი რა მნიშვნელობა აქვს მე ტაძარში ღვთისმსახურების დროს მივალ თუ არა ქალბატონები ვთქვათ მივიდე შარვლით ან მივიდე თავსაბურავის გარეშე თავადია მეწრფელი გულით ვიულოცო და ქრისტიანული ცხოვრება და წესები გვასწავლის რომ ჩვენ ეს ნორმები უნდა დავიცვათ ეს ელემენტარული ნორმები აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წესების დაცვას და რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს ერთ რამეს ვიტყვი მე რომ ქრისტიანობა ნიშნავს იმას რომ პირველ რიგში რომ ადამიანმა რომელსაც არიცის რაღაცა იკითხოს და ამის პასუხიც მოისმინოს რატომ ხო ეკლესიაში არ არსებობს რაღაც ესეთი რამ რასაც თავისი ახსნა არ აქვს ხო ეს თავდაპირველი ლოცვა პავლე მოციქულის მიერ ნათქვამი არის რომ დედაკაცი რომელიც თავდაპირველად მოგლოცულობს არასწორია და იქ თავისი განმარტებაც მოაქვს მაგრამ ერთ აღნიშნავს რომ თავდაპირველი ლოცვა ნიშნავს ჩვენს აი მოწიწებულ დამოკიდებულებას ღვთის წინაშე თავდაპირველი დამოკიდებულება რა თქმა უნდა თავდაპირველობა ჩვენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა არის მაგრამ რაღაცით გარეგნულადაც უნდა გამოიხატებოდეს ეს ყველაფერი რაც შეეხება შარლ ციალოს ერთი მომენტი არის რომ მამები ამბობდნენ რომ ბოლო ჟამსო
დედაკაცი აირევიან ერთმანეთში, ანუ ქალი კაცი, მამაკაცი ტანსაცმელი დაიწყებს სიარულს. შევა ერთი შეხედვით არც არაფერი, თქვა რომ ვითომ რომ თქვა ქალმა მამაკაცი თქვა შარველი ჩაიცოს, ხო ხანდახან არის ხოლმე რაღაც მომენტები, რომ თქვა ადამიანი მიდის სადღაც ისეთ გარემოში, რომ თქვა გეუბნება რაღაც დათმობაზე შევა რაღაც მომენტში აი ისეთი სიტუაცია აღიწეროს, რომ თქვა ამ კიბეზე არის კიბეზე არის ასასვლელი და თქვა აშკრობაში მაგალითად რა შეიძლება ეს მომენტია რომ თქვა აი ქალაქში არის ადამიანი ყოველთვის ამას ვამბობ და მის მიკითხავს მოწვევთან მისაუბრია და ესეთი რამ არის რომ ადამიანი არ უნდა მიეჩვენოს გაურებულ ცხოვრებას გაურებულ რას აი თქვა ტაძარში სხვა გარეთ სხვა ეს გარეგნული ეს გაურებულობა ხშირ შემთხვევაში შინაგან გაურებულობასაც იწვევს რომ მე ტაძარში სხვა ვარ და გარეთ სხვა მინდა ვიყო რომ პირიქით ქრისტიანი ყველგან ის უნდა იყოს რასაც ილოცავ როგორც ილოცავ ტაძარში იყოს ხო ანუ ტაძარში ეს განსაკუთრებულად ვემზადებით ჩვენ ღმერთთან შესახვევად აუცილებელი მომენტი არის რომ ჩემი აზრით რომ აი ეს ერთნაირი ცხოვრება თქვა ტაძარშიც და გარეთ ქრისტიანს კონდეს რომ ამ წინააღმდეგ შემთხვევაში გაურებულობა შინაგან მის ცხოვრებასაც გააუღებს მაგრამ ცოტა დრო დაუჩვენთ ჩვენ და მინდა მოვასწრო ამ კითხვის დასმაც აი თქვენ ახსენეთ რომ არ არსებობს ეკლესიაში შემთხვევითი რამ რა დაწყებული თქვათ ნივთებიდან დამთავრებული შესამოსა და ყველაფერს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა რომ აღარაფერი თქვათ ღვთისმსახურების სულზე და მის შინაარსზე რისი კითხვა მინდა ხშირად არის თუ არა ხოლმე უпростоრად უმეტეს შემთხვევაში დამობრკოლებელი ფაქტორი ერთ-ერთი დამობრკოლებელი ფაქტორი ის რომ ადამიანები დადიან ეკლესიაში თვლიან თავს ეკლესიურებად და გაუგებარია მათთვის თუ რა ხდება ღვთისმსახურების მსვლელობისას ანუ კონკრეტულ მომენტში ის რაზე უნდა ფიქრობდეს და რისკენ უნდა იყოს მიმართული მისი გონება ერთი მახსოვს ანტისულოჟელის ესეთი გამონაკლისი რომ ბავშვობაში სახარებას მეკითხავდნენ და სახარების სიტყვები კი არ მოსოდა ის სული მესმოდა რაც იმ სახარებაში იდო და ესეთი მომენტი არის რომ ბავშვობაში მეც რო დავდიოდი ტაძარში მღვდელი მერმეს რომ და მესმოდა აი ესეთი გაუგებდა მეთქი რაშვაშია მაგრამ აი საოცარია აუდიო თქვენ თვითონ ეს სიტყვებია ხო არა საოცარი ეს მომენტია რომ სულია აუცილებელი ადამიანს ვერ ხვდებოდეს რაც იხდება მაგრამ მე ვიცი რომ კარგი არის ამიტომ მე ადამიანს უჩვენ ხოლმე როდესაც რაღაცა არის მის თქვა ტაძარში როცა და გახარ თქვა არ გესის ღვთისმსახურების სიტყვა თქვა განსაკუთრებით თქვა როსვის დროს მე სანამ ღვთისმსახური არ ვახდი ბევრი რაღაცა მანამდეც გაუგებარი იყო მე გახდა გასაგები თქვა რატო არის თქვა წელწილვაზე რაღაც ამოგვეჯილი თვითონ ფრაზებივით ხო და ეს ყველაფერი არის ერთი მთლიანობა და იკითხო ადამიანო ხო ჯობია რა თქმა უნდა თან მithumedes მაგალითად დღეს უკვე არსებობს ისეთი უკვე ლიტერატურა ადრე არ იყო ესაც აი თქვა წილოების განმარტება რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ყველაფერს და ერთი მომენტია თქვა კაი ეს არის ხო დადექი და შენ გულში განმარტოდი ღმერთთან და უბრალოდ იესოს ხესამაინცილოს რომ სულ ის შენი გონება რაღაც სადღაც კედაფრინავდეს მსახურების დროს არამედ შენი გული მომენტში მაინც ღმერთს ეკუთვნოდეს რომ იქიდან ტაძრიდან გასული ყოველ ბოროტა საბრძოლო გამზადებული ადამიანი იყო დავასრულოთ ჩვენი საუბარი საერთოდ ბევრი დიდი თემაა და იქნება გომაჩვენ ტელემაყურებლისთვისაც დავასრულოთ ჩვენი საუბარი წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით ის ბრძანებს რომ ანუ ჩვენ წეგან თქვით რომ ხშირად ერთმანეთის დამობრკოლებლები სწორედ ჩვენ ხვდებით ადამიანები და სხვას რომ ასწავლო ნამდვილი ქრისტიანობა ჯერეთ თავად უნდა იყო ნამდვილი ქრისტიანიო და იოანე ოქროპირი ამბობს რომ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ და ჩვენ გარშემო არც ერთი წარმართი არ იქნებოდა და კიდევ ასეთ ამბებს ბრძანებს რომ ეკლესიაში უნდა ცხოვრობდნენ როგორც სახლში როგორც ერთ მთლიან სხეულში უკაცრავად ყველა კეთილად უნდა განეწყოს ერთმანეთის მიმართ რადგან ერთია ქმილება და ერთია უფალი ამდენი რამე გვაკავშირებს ერთმანეთთან და უფრო ფაქიზები ვიყოთ როდესაც რამის მითითება სწავლას ეხება საქმე და მეგონი რომ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება ამ კუთხით და უფრო დიდი იქნება და უფრო ცოცხალი ის ეკლესია რომლის ნაწილებით ჩვენ ვართ მოკლედ ძალიან ვრცელი დაბოლო და გამომივიდა დიდი მადლობა მამაოს მოგზაურობისთვის დიდი ღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მდელმსახური ირაკლი დუმბაძე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა ლოცვის დროა ჩვენს ეთერში, დროა ლოცვა ერთად აღვავლინოთ.